ქართული ჯარის დაარსების 20 წლის იუბილე დღეს ამ თარიღთან დაკავშირებით სამხედრო ბაზებს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელობა სტუმრობდა. ქვეყნის სამხედრო ბაზებზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. ბაზიანის სამხედრო პოლიგონზე იუბილეს სამხედრო წვრთნა დაემთხვა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. ლეონიდ ხომელიძე საუბრობს ქართული ჯარის 20 წლის საიუბილეო ღონისძიებებზე და პრეზიდენტის ბაზიანში ვიზიტის დეტალებზე. საველე წვრთნა ბაზიანი 2011 დღეს ჩატარდა და მაშინ მონაწილეობას იღებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები. დღეს ამ სწავლებას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტიც მიხეილ სააკაშვილი 2 საათის განმავლობაში უმცროს შვილთან ერთად აკვირდებოდა ბაზიანის პოლიგონზე მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება უშუალო წვრთნას, ოპერაციის მიზანი იყო თავდაცვითი ბრძოლისას კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწა და ქვედანაყოფებში მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება. მონაწილეობას იღებდა ამ წვრთნაში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე და ასევე 79 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის იყო თვითმავალი და საჰაერო თავდაცვის ქვემეხები, გრადის დანადგარები, მოიერიშე Su-25-ები, ვერტმფრენები და უპილოტო მფრინავი აპარატი ჰერმესი. უშუალოდ ოპერაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტს აწვდიდა პირადად ამ ოპერაციის ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე გიორგი კალანდაძე. 4 ფაზად განხორციელდება ჩვენი ოპერაცია. ესე იგი, პირველი იქნება, ესე იგი, მოწინააღმდეგე სადაზვერვო ჯგუფების შემოსვლა, ჩათული იქნება უპილოტო საფრენი აპარატი. ესე იგი, ჩვენ გამოვიძახებთ სპეცდანიშნულების ძალებს და ისინი ძირითადად გააკეთებენ შემოსვლას, დესანტირებას და მოწინააღმდეგე სპეცდანიშნულების ჯგუფების განადგურებას, მოხდება სამედიცინო ევაკუაცია. ესე დამთავრდება პირველი ფაზა. მეორე ფაზა დაიკავებენ ესე იგი სპეცდანიშნულების ძალები ესე იგი სტრატეგიულ მნიშვნელოვან წერტილებს და გამოიძახებენ ავიაციას. მოწინააღმდეგე განაძლევს გადაადგილებას ოპერაციის რაიონის მიახლოებით. ჩვენ გამოვიძახებთ ასევე რეაქტიულ ბატალიონს და ასევე გამოვიძახებთ დანების ბატალიონს. განხორციელდება შეტევა ძირითადი მასულებით და დავიკავებთ ოპერაციის რაიონს. და მეოთხე ფაზა იქნება შემდგომი ამოცანის მიღება და გადაჯგუფება. ეს გვაძლევს იმის საშუალებას ოპერაცია, რომელიც განხორციელდება ესეთი კომპლექსირებულად, შემოქმედებით შერწყმულებულად ერთმანეთში და ვიცით და შეგვიძლია მართლა ამ კონკრეტული ოპერაციას. გასთავარი ეს იყო ამოცანასთან მიახლოებული სწავლება. წვრთნის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა იმ სამხედროებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას ამ ოპერაციაში და მათ პირადად მიულოცა. დღევანდელი დღე მიხეილ სააკაშვილი სამხედროებს დაპირდა, რომ სახელმწიფო განაგრძობს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას და ამ სფეროს კიდევ უფრო მოდერნიზებაზე იზრუნებს. მაქსიმალურობით მოდერნიზაციას, სიდერულის ოკუპირებას, ვისა ძალიან მინდა სწავლების წარმატებით დასრულება. დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ მიუხედავად საქართველოს ტრის ყველანაირი მცდელობისა, წელში გაეტეხა პირველ რიგში ჩვენი შეიარაღებული ძალები, მოეხდინა დემორალიზება ჩვენი საბრძოლო შემადგენლობის, ჩვენი ოფიცრების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი კაპრალების, ჩვენი სერჟანტების, ჩვენ მოახერხეთ არა მხოლოდ სულისკვეთების შენარჩუნება და საბრძოლო ფორმის შენარჩუნება, არამედ ბოლო წლებში მოდერნიზაციის შქარი ტემპით გაგრძელება და დაჩქარება. ჩვენ არა გვაქვს ილუზია იმის თაობაზე, თუ ვინ არის ჩვენი მტერი. რა თქმა უნდა, ყველანაირ სწავლებებზე მტერი არის ჰიპოთეტიური, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის საქართველოში შემოჭრილი, ვინ ახდენს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებას, ვის აქვს შემდგომი აგრესიული გეგმები საქართველოს მიმართ. მაგრამ თქვენ ისიც კარგად იცით, რომ თქვენ ხართ მთავარი ხაზი საქართველოს დაცვის. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანას პრობლემები აქვს და როცა ქვეყანას უტევენ, ყველა მისი მოქალაქე ხდება ჯარისკაცი, ყველა მისი მოქალაქე ხდება სამშობლოს დამცველი. მაგრამ თქვენ ხართ მთავარი წინა და გადამწყვეტი ხაზი ჩვენი თავდაცვის, მთავარი გარანტი ჩვენი მომავლის. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების ყველანაირ მხარდაჭერას
მაქსიმალურობით მოდერნიზაციას და ჩვენ მივახცევთ იმას, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები გამომდინარე იმ ამოცანებიდან, რომელიც ჩვენ წინაშეა, იყოს ძალიან კარგად მომზადებული, იყვნენ ძალიან კარგად აღჭურვილი და მზად ყველა იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც თითქმის შეუძლებელი ამოცანების შესასრულებლადაც მათ შორის, რომელსაც ჩვენ წინაშე ჩვენი ცხოვრება და ისტორია დასახავს. ეს იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი სწავლება, უბრალოდ ამ დღესთან დაკავშირებით დაიმთხვა, ამიტომ გახდა აღსანიშნავი რა თქმა უნდა. სწავლება, რომელიც მიახლოებული იყო თავისი შინაარსით, რეალურ საბრძოლო ქმედებებთან, ანუ ის მომიდა, რომ ვარჯიში, რომელიც გავს რეალურად საბრძოლო მოქმედებას. საველეს სწავლება ვაზიანი 2011 იყო მასშტაბური ხასიათის და მასში მონაწილეობას იღებდნენ ავიაციის, საარტილერიო, სატანკო, ქვეითი და საინჟინრო ქვედანაყოფები.